დავეთ. ეს გამოვიდა პირველად ქალაქში. შეგი თუ გამოიცნობ როგორ იხსნება საბაგო. პირველად მოვიგე რაღაცა. მოგესალმებით. ეხლა ვიმყოფებით TVS ჯორჯიას შოურუმთან და უკვე მესამე ეპიზოდში სასიამოვნო სიახლეთ გიბრუნდებით. თქვენთვის ვისთვისაც ორბორბლიანი ტრანსპორტი და კონკრეტულად სკუტერი ქალაქთან ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრენდს და მის სკუტერებს უკვე ძალიან კარგად ისწრებთ. დღეს შემოგთავაზებთ TVS Entorq 125-ის გაუმჯობესებულ 150 კუბიან ვერსიას. შემდეგ განვიხილოთ სკუტერის სპეციფიკაციები და გავაკროლოთ თბილისის ქუჩებში პირველად. მოდით ეხლა შევიდეთ და გავხსნათ ხუთი. თორე ისე მაინტერესებს უკვე ვეღარ ვიყავ. Güzel. Hayır, şimdi çember. Burası tam çok ne tara? Burası adaysa bak. Paul Taks. TVS Entorq 150 წარმოადგენს სპორტული ხასიათის თანამედროვე სკუტერს, რომელიც აერთიანებს აგრესიულ დიზაინს, ინოვაციურ ტექნოლოგიას და შთამბეჭდავ წარმოდგენას. ვიზუალურად მოდელი გამოირჩევა მკვეთრი დინამიკური ხაზებით და მასიური დაბალი პროფილით. წინა ნაწილი ფორმირებულია სპორტული სტილისტიკით. 4ლინზიანი ოპტიკა და მკაფიო DRL ელემენტები ქმნის მკაცრ და თავდაჯერებულ იერს. გვერდიდან კორპუსის აეროდინამიკური ფორმები და გრაფიკული დეტალები ხაზს უსვამს მის მოძრაობაზე ორიენტირებულ ხასიათს. 2000 სივრცე კი პრაქტიკულობას მატებს ყოველდღიურ გამოყენებაში. ტექნიკური თვალსაზრისით Entorq 150 აღჭურვილია 150 კუბიანი, ერთცილინდრიანი ინჟექტორული ძრავით, რომელიც გამოიმუშავებს 3.2 ცხენის ძალას და 14 ნიუტონ-მეტრს. 0-დან 60 კმ/სთ-მდე აჩქარება 6 წამში ხორციელდება. მაქსიმალური სიჩქარე ოფიციალურად 104 კმ/სთ-ია. უსაფრთხოების კუთხით Entorq-ი აღჭურვილია წინა დისკური მოხრუჭით და ABS სისტემით, რაც ზრდის სტაბილურობას და კონტროლს დამოხრუჭებისას. დაბალანსებული შასი და ოპტიმალური წონის განაწილება უზრუნველყოფს მანევრულობას ქალაქის პირობებში. ტექნოლოგიური ნაწილი წარმოდგენილია Bluetooth კავშირით, smartphone-ის ინტეგრაციით, სერიოზის ინდიკატორით, გარეთაწვავის შემავსებელი მექანიზმით და ციფრული TFT პანელით, სადაც ჩაშენებულია ნავიგაცია და წვდომა გვაქვს საკუთარ smartphone-თან. გვიჩვენებს ენერგიას, ძრავის ბრუნებს, მონიტორიდან შეგვიძლია გავთიშოთ ტრეკშენი. გვაქვს start-stop სისტემა, რაც უფრო ეკონომიურს ხდის სკუტერს. სანამ ამ სილამაზეს თბილისის ქუჩებში გავიყვან, მინდა ორეოდე სიტყვა TVS საქართველოს შესახებ გითხრათ. ეს არის ჩემი მეგობარი კომპანია, რომელსაც უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში ორბორბლიანი ტრანსპორტის განვითარებაში. კომპანიას უსრულდება 7 წელი და საიუბილეო ძალიან მაგარი ფასდაკლებები გელოდებათ. ამიტომ გვადევნოთ თვალი. დროა გავიდეთ ქუჩებში, ნახოთ ხალხის ბუნებრივი ემოცია. რა თქმა უნდა, დაბალი დატვირთვით მოგვიწევს გადაადგილება, რადგან გასახმარისების 500 კმ გაზატარებელი აქვს ამ სკუტერს. ამას ჩვენი მეგობარი ნიკა დაგვეხმარება. გასახმარისების შემდეგ მოგვიყვანს სკუტერს, შემდეგ უკვე შევძლებთ უხლავტესტო და სკუტერის სპეციფიკაციებზეც უფრო საფუძვლიანად გესაუბროთ. გაიცანით ნიკუშა, მეგობრებო, ჩემი ძმა და მეგობარი. ნიკა წაიყვანს სკუტერს ოღონდ ჩემს მერე. დღეს ვეღარ გავიდი ქალაქში. ყველა შემთხვევაში. და ეს ჩვენი პატარა საჩუქრებით, ძირებით ჩვენს მეგობრებს ქალაქში მინდა რომ გადავცეთ. დავეთ.
ეს იგივე, მაგრამ უფრო კომფორტული. გონია მე? მოტოციკლეტის რული. ო, TVS გავს შენს? ყველას მოვიეთ არაფერი ვადი გადამერია. იგივეა. ეს ნო აგარია. თან ჩატე იგივე წონაა, რაც 120. არის იმაზე საიძე კარგად ძმებო. თუ გამოისრო, ბაბა რა მოდელია ეს? კარგად დააკვირდი? ხო, კი. მაგრამ უცხოა ვაფშე. ახალი მოდელი 150 კუბიანი. 150 კუბიანი. მაგარია რა, სალო. ეს გამოვიდა პირველად ქალაქში. აი ეს. თბილი თერმოები შეიძლება საჩუქრად. მადლობა. კაი. წარმატებები. პირველად მოვიგე რაღაცა რა. დედასე ჩავ. პირველად მოვიგე რაღაცა. YouTube-ზე? YouTube არქივს გამომიწერეთ. ეგრახი შენ რაზომა არის შენი, მეთხოვე. მაგრამ ისეთი მოგწე რომ აი კარგად იქნება შენ, ჩემი აზრით. მაშინ ემიც იქნება. ხო. აი ხა შენ გამოიცანი როგორ იქნება სამარგული და შეზგეთო. მოდი. შენ თუ გამოიცნობ როგორ იქნება სამარგული. აჰა, ოჩ, დაიფსახურე ეს. ეს გამოვართვი. ეს XL-ია, შე კარგად გეკნება. გელოცო. და ეს არის კიდე ჩვენი. სამო. ჩვენიც. სამი კვირა გავიდა მას შემდეგ. რაც ნიკა სკუტერი წაიყვანა ჩვენგან. აი არა უკვე 4000 კილომეტრი, რაც საკმარის დისტანცია აიმისთვის რომ სკუტერი უფრო კარგად და საფუძვლად გავტესტოთ. ეხლა გამოვართ მე, ახალ ნათებასთან უნდა შევხვდეთ. გამოვართ და მინდა რომ ცხედაში გავიდე. კანახს გავწვდე, გავისეირნო. და გავარკვიო რა შეუძლია ჩვენს 150 კუბიან მეგობას. აი ნიკაც გამოჩნდა. როგორ ახ? აუცალოთ. და ცედაში შევხვდეთ და მე ცოტა იქ ვისაუბროთ. აუ მოვიდიო, ხო? ხო, ეს. კიდევ ერთხელ მოგესალმები შენს მაყურებელს. შენ ყავდა მანამდე 125 კუბიანი Race XP. რა შეგიძლია მითხრა, რა არის გაუმჯობესებული? გაუმჯობესებული, ასე ერთი სიტყვით, ბევრი რამე არის. წინ ABS-ი გვაქვს დამატებული, უკან traction control-ი, ეგრეთ წოდებული, როგორ მოგაცუროს, მაგალითად წვიმაში, მეორეხარისხოვან გზაზე, ასევე რული არის შეცვლილი,
სხვანაირი რული ხდება, სხვანაირი მონიტორი ხდება. ჯიბე შეცვლილი არის, უფრო პატარა ჯიბია, მაგრამ კომფორტული არის უფრო. კი ბატონო. სკამსაც შეეხება ბევრად კარგი სკამი არის, მატერია არის კარგი და მძღოლი 20 ზის არს რეალებს. წვიმენ ამეჩიც არის რომ 105-იან მოდელებზე ცოტა სრიალებს სკამი. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის გამოჯობესებული კარგად მაღალი ადამიანისთვის. ეხლა ჩემი აზრით კარგი სკუტერია, იმიტომ რომ წინ ფეხები აღარ გიდება რა. ხო, ეგ დავაფიქსიროთ. მე ვარ 1 მეტრი და 93 სანტიმეტრი სიმაღლეში. შენც არ ხარ პატარა, თითქმის ტოლები ვარ. ჩვენს გვერდი შეიძლება ცოტა პატარა ჩანს, მაგრამ საკმაოდ გაბარიტული სკუტერია. მე პირადად კომფორტულად ვურძნობ თავს გადაადგილებისას. ნიკუშ, იცი რა მაინტერესებს? ძირითადად როგორ რეჟიმში იყენებდი? ანუ ქალაქი, საცობები თუ უფრო დიდი დისტანციები? ძირითადად ქალაქში ვიყენებდი, თუმცა შორმანძილზეც ვიყავი წასული, მაგალითად შავში ვიყავი ასული, შემდეგ ანანურში, ორი ადამიანით და ისეთ აღმართებზე, რომელიც მაგალითად ცოტა უჭირდა 105-იანს. ამ შემთხვევაში ეს ორი ადამიანი ძალიან კარგად დადიოდა. გზავრთან ერთად, ხო, კი ბატონო. გზავრთან ერთად ძალიან კარგად დადიოდა და ასე ვთქვათ, როცა მიდიხარ შორმანძილზე, არ გიჭირს აღგონების გაკეთება რა. ეგრეთ წოდებული. და მაინტერესებს მგზავრის თვის რამდენად კომფორტული იყო? გზავრისთვის, ანუ ბევრად კომფორტულია იმ მხრივ, რომ მატერია არის სხვა. სკამი შედარებით. კი, ეგ აღვნიშნე. მეც ასე ვთქვათ, რო არ გაცურდა და ბევრად კარგი არის გზავრისთვის, რომ მიდიხარ და მანევრი უფრო კარგი გაქვს. გზავრისთვისაც კარგი არის. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც ამოდეს დაამატეს, ეს არის ABS-ი და traction control. მე მაინტერესებს აი შენთვის შეგრძნების დონეზე რამდენად ჩაერთო საქმეში, მოკლედ ესე კითხავ. ჩემთვის ABS-ი ძალიან დიდი კომფორტი გახდა, ასე ვთქვათ, 105-იანი მოდელის შემდეგ, იმიტომ რომ როცა ტორმოს უჭერ, ანუ ისეთი ძალა არ გადგება რულზე. ბატონო. ხელზე, ანუ ძალიან აი დაღმართზე რო ჩადიხარ და ხმარობ ტორმოს, ასე ვთქვათ, ხელს არ გირტყავს, რა ხელში არ გირტყავს, ანუ კომფორტულად ჩადიხარ და უსაფრთხოა რა თქმა უნდა. და უსაფრთხოა რა თქმა უნდა. ანუ როცა წვიმა არის, როცა ანუ მეორე ხარისხოვან გზაზე ხარ, ბევრად გეხმარება ABS-ი, იმიტომ რომ არ მოგიჭურდეს წინა თვალი და traction-ს რაც შეეხება, traction-ი ბევრად კარგი არის, აი ბევრად კარგად გამომადგა წვიმაში, ასე ვთქვათ, მუშაობის დროსაც. როცა გასაძლევ ზებრაზე, თუნდაც დახაზულ ზოლებზე, სადაც ცურავს. ხო, სადაც ცურავს ახალ მოწვიმულზე, როცა ჯერ ტალახიანია და საფარი, მაგ შემთხვევაში გიბლოკავს გაზს და ძალიან კომფორტულია ჩემთვის რა. ძალიან კარგი. ყოველთვის ძალიან კარგად გამომადგა ეს დამატებითი ფუნქციები რა. ნიკუშ, და კიდევ მთავარი, რაც მაინტერესებს შენგან, წვა. აი, წვაზე რას მეტყვი? რამდენი დაგიწვა 100 კილომეტრზე თუ გატესტე და მგონია რომ მაგას მიაქცევდი ყურადღებას. წვა წინა მოდელთან შედარებით ოდნავ მომატებულია, თუმცა 100 კილომეტრი როცა გავიარე, გადავსებული აუზით, მივედი ჩავასხი და ზუსტად 3 ლიტრა ჩავიდა. ოღონ ეს იყო ინტენსიური დატვირთვით სკუტერი, როცა ჩემი წვანაც უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ 108 კილო ვარ დაახლოებით და ვატარებდი ასე ვთქვათ, სულ გადაჭერილი გაზით რა, სულ დატვირთვით. მიუხედავად დიდი სიმძლავრისა, წვა წინა მოდელთან შედარებით თითქმის იგივეა რა. ადამიანი ვინც ამ სკუტერებს ახლა ვინც ძირითადად იყენებს სამუშაოდ, თუნდაც სამოგზაურო, თუნდაც ქალაქში სასწავლებლად, დიდათ მათ ჯიბეს არ დაეტყობა რა. ახლა ეს წვა დიდი არაფერი არ არის, ძალიან ოდნავ არის სხვაობა 105-იან და 150-იან შორს. კარგი ნიკუშ, ეგ იყო სულ რაც მაინტერესებდა. პირველი ადამიანი ხარ, ვინც შედარებით დიდი დისტანცია გაიარა ამ სკუტერით და ეს შენი ჩამოყალიბებული შტაბეჭდილება ძალიან საინტერესო იყო. მადლობა გიო შენ, მადლობა TVS, რომ მომცა ამ სკუტერის გატესტვის შესაძლებლობა. კარგი აღმოჩენა იყო ჩემთვის, ახალი გამოცდილება. იმდენად მომეწონა, რომ ალბათ პირველი ვიქნები, ვინც შეეძეს ამ სკუტერს და ძალიან მომეწონა რა, მოკლედ ძალიან კომფორტული სკუტერია. თქვენ კიდე გირჩევთ, რომ გამოიწეროთ გიოს არხი, დაალაიქოთ ვიდეო, რადგან შემდეგში მეტი мотиваცია გქონდეს გიოს, რომ ახალი ზარის ღილაკის გააქტიურება არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო. მეგონი ეგაა რა. რაღაცას ამოჭრი ხო? კი, აბარას. მოსაღამოა და მეგობრებო ამასობაში ჩვენ გადმოვინაცვლეთ აქეთ სადაც შედარებით კარგი განათებაა. მე კი შევაჯამებ ვიდეოს და დავასრულებ ეპიზოდს. ქალაქში სადაც მოძრაობა ისედაც ქაოსურია და ტემპი ცვალებადი, ისეთი ტრანსპორტი გვჭირდება, რომელიც გაგვიმარტივებს
ყოველდღიურობას. სკუტერი ზოგისთვის უბრალოდ გადაადგილების საშუალებაა, ზოგისთვის კი შემოსავლის წყარო, რადგან მოგეხსენებათ, ბევრი მას საკურერო სფეროში იყენებს. ნებისმიერ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი პროდუქცია და სკუტერის შეძენის შემდგომი პერიოდი, რაც მოიცავს გარანტიასა და სერვისს. TVS Georgia გვთავაზობს სკუტერებისა და მოტოციკლების ფართო არჩევანს, ასევე მოწესრიგებულ სერვისს და წარმოებლის ოფიციალურ გარანტიას 30000 კილომეტრის მანძილზე ან 2 წლის განმავლობაში. დღევანდელი ჩვენი სკუტერი TVS Entour 150 არის თანამედროვე ტექნოლოგიური და სპორტული ხასიათის სკუტერი, რომელიც აერთიანებს დიზაინს, დინამიკას და ყოველდღიურ კომფორტს ერთ მთლიან დაბალანსებულ პროდუქტში. ეს მოდელი ჯერ გაყიდვაში არ არის და შესაბამისად ფასითმაც არ შემიძლია. ამ ვიდეოში შეგრემულად არ შევეხე ბაზარზე არსებულ მის კონკურენტ მოდელებს. მინდოდა რომ ეს ეპიზოდი თითქოს დათმობოდა TVS Entour 150-ს, მის გაცნობას და პირველ გამოცდილებას. ვფიქრობ, სანამ შედარებას დავიწყებთ, უფრო სწორი იქნება თითოეული მათგანი სათითაოდ ობიექტურად განვიხილოთ. თუ გინდათ ასეთი დეტალური შედარება, დამიწერეთ კომენტარებში თუ რომელი მოდელია თქვენთვის საინტერესო. თქვენი ინტერესი განსაზღვრავს შემდგომ ეპიზოდს. მეგობრებო, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლავ და არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, დალაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება. ეხლა კი გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.